ეხლა შევდივარ ჰათჰორის ტაძარში, დენდერაში ვარ. აქ გონდება საოცრება. ცისფერი ფერები, ოქროს ფერები. და რაც თავარია, ჩემი ქალღმერთის ჰათჰორის ენერგიები. ხო, მაშინ აი უშუალოდ მივახლოვდით ჰათჰორის ტაძარს. ყველგან ზემოთ გარედან უკვე სვეტებზე გამოსახულია ჰათჰორის გამოსახულება მხოლოდ ზეომორფული სახით და ეს ჰათჰორი განასახიერებს ღვთაებრივ ფულს, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო. ბარაქა, ნაყოფიერება, ქალური სიუხვე. აი ეს არის ჰათჰორის ტაძრის სვეტები. ძალიან ცნობილია თავისი ცისფერი ფერმენტით, რომელიც სულად არ არის აღდგენილი, მაგრამ ეს ფერმენტი მაინც ძალიან კარგად ჩანს. ჰათჰორია გამოსახულია ყველგან ზოომორფულად, ღვთაებრივი ფულის სახით. ყველა სვეტის თავზე არის სწორედ აი ეს ჰათჰორის თავი, ფულის თავიანი ჰათჰორი, თუმცა ძალიან გრანდიოზულია ჰათჰორის ტაძარი. აი ისეთი როგორც ჰათჰორს ეკადრება. ქალღმერთებს შორის გამორჩეული ქალღმერთია ეგვიპტეში. ვეცდები გაჩვენოთ აქ შემორჩა ცისფერი ფერმენტი. მე რო ვხატავ აი ამ ტაძრის კომპოზიციებს, უფრო მეტ ფერს ვაძლევ, ან ფაქტობრივად აღდგენილ ვერსიას ვხატავ. ეს რომ მოვეცადოთ ცისფერი კაბა ჩავეცვი, იმდენად რომ ამ ტაძრის ენერგეტიკულ შესაბამისობაში ყოფილიყავ. აი ეხლა რაღაც კიდე საინტერესო ადგილას შევედი, ჰათჰორის ტაძარში ვარ. აი ეს არის დაუსრულებელი მაგრამ კომპლექსი. ძალიან ბევრი კომპლექსი. ავიდეთ პანორამულ ხედზე თუ სადმეში ყველა ავიდეთ. ეს ბოლომდე არის კიბით. ძალიან ესეთი სადადის ზემო. ბოლომდე არის, ავიდეთ. არ ვიცი ხა სად მივდივარ. დავტოვოთ, წავიდეთ, მოვდივარ. ეს დანამეში რომ ეს ჰათჰორის ტაძარში მოგდოსი არის, მაგრამ აუ საოცრება. აი ფინალი არ ვიცი სად მივდივარ, ქედის გარეშე. პირველად ვარ ამ ტაძარში. ჰათჰორის ძალა, ენერგიები მე. ადამიანების ხმამისლის ესე კი საშიშალებას არა კიდე ზანით მინდა ავიდე რომ ბოლომდე ავიდე. აქ მიხვეწები მარტო არ დამტოვოთ. როგორ გახტოვეთ მარტო ჰათო. სახელი ხო გადავირჩი ხა. უკვე მოგძალა ამათ. ხათუნა არ დამეძახოთ თქო და ხათვაც არ დამეძახოთ. ხათო დამეძახეთ თქო. ვარკლეთ. აი გავედით. აქ.
ეხლა ასული ვარ თათორის ტაძრის ზემოთ და ტაძრის თავზე და პანორამული ხედი იშლება აქედან. ნახეთ, მთელი ღმერთები არიან ჩამწკრივებულები. აი ეს გამოსახულებები ნემინოლა. ეხლა ავალ კიბეზე და ნახოთ იქ რა ხდება. აი ამოვედით უმაღლეს წერტილში ჰათორის ტაძრის საიდანაც იშლება მთელი ტაძრის შემოგარენი.